მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. დღეს ამ ლამაზ გარემოში, საყვარელ ბუნებაში მინდა შემოგთავაზოთ არაჩვეულებრივი, ყველასთვის საყვარელი, ყველასთვის ორიგინალური კერძი, ეს არის ღორის კანჭი. დაალაიქეთ, გამოიწერეთ და დავიწყოთ. მე მინდა ყველას გაჩვენოთ, რომ ღია ცეცხლზე მომზადებული კანჭიც ძალიან გემრიელი გამოდის. დღევანდელი ჩვენი კერძისთვის დაგჭირდება შემდეგი ინგრედიენტები. ესენია: წითელი პომიდორი, მწვანე ქინძი, მწვანე ნიახური, მწვანე ვაშლი, არ დაგავიწყდეთ, ხახვი, ნიორი, კარტოფილი, რაც თავარია კანჭი, ღორის საუკეთესო, კარგი ნაწილი, ყველაზე მაგარი ნაწილი ღორის, წითელი აჯიკა შეზავებული ხმელსუნელებში და მეტი რა დაგვრჩენია, დავიწყოთ ჩვენი კერძის მომზადება. დაგვავიწყდა. და რაც თავარია ლუდი, რაშიც უნდა მოიხარშოს, თან უნდა შეიწვას ჩვენი კანჭი. ერთ-ერთი მთავარი და ძირითადი ინგრედიენტი. დავიწყოთ ჩვენი კანჭის მომზადება. პირველ რიგში დავჭირდება ფოლგა. აბა ფოლგა. აუცნათ. აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება, ჩემო ძვირფასებო. გარემოს, სადაც უსაფრთხოდ უნდა ვიყოთ ცეცხლთან დამოკიდებულებაში და უნდა შევარჩიოთ უსაფრთხო გარემო და მაქსიმალურად შევეცადეთ. ეგრე გამეკეთებია. აი ესე პირველ რიგში დავაფენთ ფოლგას ტაფაზე. აი აქ შეიძლებოდა შენი რეკლამა ყოფილიყო ფოლგის. დავაფენთ მეორე მხარესაც ტაფაში, ესე ჩავაფენთ. დავიწყოთ კანჭის ჩალაგება. პირველ რიგში მივადოთ ინგრედიენტები კანჭთან ერთად. ესე 4-ად გავჭრათ კონში. ჩავდოთ კარტოფილიც, გასუფთავებული. ცეცხლით. კარგად გიზგიზებს. მწვანე ვაშლი, აი რომელიც ძალიან მიყვარს ყველა ესეთ კერძში. ბულგარული. ესეც ხახვი. ესე 4-ად დაჭრილი ხახვი. ესე ჩავჭრათ კანჭი შიგადაში და ჩავდოთ შუაში ნიორი. თან ნიორიც კარგ არომატს მიცემს. თან შიგნითაც მოიხარშება. და გემრიელიც გამოვა ჩვენი კანჭი. ნიორი შიგნითაც ჩავაყაროთ. ჩავდოთ პომიდორი. დაჭრილი. ესე ჩაუფინოთ მწვანილიც. ესე და რაც მთავარია ლუდი, რომელსაც დავასხამთ აჯიკას შეზავებულს ქინძთან, ხმელსუნელებთან და მშრალი აჯიკა ერთად არის. მოვაბკურებთ ჩვენს კანჭს. იქ ჩვენ კანჭი ხო დახვრეტილი გვაქვს. და მე რო შემოვახვევთ, შიგნითაც შევა. აი ესე მოვასხამთ. მოვაყრით მარილს. ჩვენებურად. და რაც დაგვრჩა ლუდი, იმასაც მოვასხამთ აუცილებლად. თან უნდა ჩაიხარშოს. და თან მე უნდა შეიბრაწოს. ამით ჩაიხარშება ლუდის წვენით. და მე გააგრძელებს
შეწვას. ეს ყველაფერი ეხლა აი ესე ავიღოთ. შევახვიოთ. ეს ნაზად, კოხტად. და შავდოთ ღია ცეცხლზე. კანჭს ახლა მოვათავსებთ ღია ცეცხლში. აი ესე. აი ესე. კი ბატონო და აი ესე შევუნთებთ ცეცხლს თავზე დავანთებთ და კანჭს დაველოდობით ღია ცეცხლზე დაახლოებით 40 წუთი. სანამ კანჭი მოიხარშება და შეიწვება, მანამ მე მინდა ჩვენ რაც გვაქვს დარჩენილი კარტოფილი, აი მექსიკულს რო ეძახიან იმის კანჭის დაფის გასალამაზებლად, აი ისე მინდა რომ შევწვა. ასე სქლად დავჭრი კარტოფილებს. ესე დავადებთ თითო ნაჭერ. აი ესე თხლად ჩამოჭრილ კარაქს. ჩავდებთ ნაკვერ ჩხალში. კანჭი ესე ორიგინალურად სანამ შეიწვება, ჩემო ძვირფასებო, ჩამოვასხათ მანამდე ლუდი. ზოგადად კანჭის ისტორია ეს დაახლოებით ბოლო 10 წელია საქართველოში პოპულარული გახდა რა. კანჭი ზოგადად სავარაუდოდ ძალიან დიდი ხნის წინა და წინა პერიოდებიდან მოდის, აი მაშინ დაახლოებით პირველყოფილი ადამიანები რომ ტყეში ნადილს იჭერდნენ და აი ზუსტად იქიდან და ტყეში რომ წვავდნენ ცეცხლზე, იქიდან წამოვიდა სავარაუდოდ კანჭის ისტორია და მე დაიხვეწა და ბევრმა ქვეყანამ მიიღო თავის ამზადებულოში და ბევრი ქვეყანა ამაყობს კიდევაც ძირითადად ევროპის ქვეყნები რომ კანჭი ჩვენი მოგონილია იყოს ბატონო თქვენი მოგონილი მთავარია ჩვენ ქართველებმა ისე მაგრა დავხვეწეთ ეს და ისე მაგრა წარმოაჩინეთ თელ სოფლიოში ჩვენი კანჭი რომ რა ვიცი წესი ცუდი არ უნდა გამოვიდეს და ესე ორიგინალურად და ამასობაში თქვენ არ დაგავიწყდეთ ჩემი არხი რომ გამოიწეროთ დაალაიქოთ გაუზიაროთ თქვენს მეგობრებს კომენტარი დამიწეროთ ძალიან მაინტერესებს მე მართლა მაგრამ მაინტერესებს ის რომ ლუდისა გაიყოფილა ძალიან მაინტერესებს ის რომ მითხრათ რომ აი როგორი კანჭი გიყვართ რესტორნის კანჭი სახლის კანჭი ვისაც გიჭამიათ გაგისინჯავთ ღია ცეცხლზე კანჭი ჩემთვის მაგალითად ყველანაირი მისაღებია და ძალიან მიყვარს ყველა ლუდთან ცივ ლუდთან მაგარია ერთადერთი განსხვავება შეიძლება კონდეს სახლსა და რესტორანში გამზადებულ კანჭს აი გაპიწყინებული ზედაპირი გაფხიკინებული კანით ერთადერთი ესაა განსხვავება დანარჩენი ჩემი აზრით აი რო იბოლება და კვამში რო იწובה ეს უფრო მაგარია მე ეგრე ვფიქრობ და გასინჯეთ თქვენს გაიმეორეთ თქვენ მეგობრებთან ერთად პიკნიკზე მე ხა ამ წუთში ჩემ საყვარელ მამკოდაში ვარ მთელი სტუდენტობიდან მოყოლებული ძალიან მიყვარს აქაური ბუნება აქაური საპიკნიკე ადგილები და ხშირად დავდივართ ხოლმე და ხშირად დავდივართ მეგობრებთან ერთად და გირჩევთ თქვენც წამოხვიდეთ არ შეუშინდეთ სიცივეს ზამთარს არა აქვს მნიშვნელობა კოცონი ხო იქნება კანჭიც იყოს კარტოფილის ჩაყარეთ პოლგაში და აი ესე გემრიელად შეუდექით სამთრის ცივ დღეებს გაგიმარჯოთ გაიხარეთ დაველოდოთ მალე იქნება წესით კარტოფილიც შიშხინებს და მე მგონი უკვე იქნება აი სუნი წამოვიდა ოჰო ჩვენი კანჭიც მზად არის ცოტა კი ჩამოგვიბნელდა მაგრამ არა უშავს აბა შემოვხადოთ ჩვენი კანჭი არ ხუმრობს ვახ ბიჭო რა არომატები წამოიღო შენ გენაცვალე აჰა
აჰა. შეხე, ყველაფერი ერთად ჩაიხარშა, ყველაფერი ერთად გახდა არომატული კანში. ვახ, ბიჭო რა მაგარი სუნია. შენ გენაცვალე, ნიორი შეხე, ნიორი. როგორ ჩაუჯდა? ეს ჩვენი მექსიკური კარტოფილის соуსი. ეს ჩვენი კანჭი. ხიკინე, ხო? ვა. გაგიმარჯოთ, მოკლედ, ჩემო ძვირფასებო. ძალიან მაგარი გამოვიდა, თქვენ სცადეთ. ღია ცეცხლზე, ბოლგაში შემწვარი კანჭი. ისეთი მაგარია. წნილიც მივაყოლოთ. ეს არის ნამდვილი ქართული ჯიგრული კანჭი. თქვენ კიდე ჩემო ძვირფასებო, ჩემო საყვარელო ხალხო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ და გაგვიმარჯოს!